გადავშალოთ ბიბლია, წმინდა მარკოზის სახარება, მე-12 თავი. და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი. ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. როცა დრო მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან. ხოლო მათ შეიპყრეს იგი სცემეს და ხელსარიელი გაუშვეს. კვლავ გაგზავნა მეორე მონა, მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს. ახლა სხვა მონა გაგზავნა, ის კიდევ მოკლეს, ის კიდეც მოკლეს და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ. ერთი საყვარელი ძეც ყავდა, ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს, აგერ მე მკვიდრე, მოდით მოვკლათ და მისი სამკვიდრო ჩვენ დაგვრჩებაო. შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს. მერე და რას იზამს ვენახის პატრონი, მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. ნუ თუ არ ამოგიკითხავთ წერილში ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა, უფლის მიერ იქმნა ეს და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ. მიატოვეს და გაეცალნენ. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობა. იქება დიდება შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს შენი ნების გამოცხადება. შენი სულიწმიდის მადლით მოგვანიჭე, რათა ჩავწვდეთ შენს ნებას. მოგვიცი, რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს. რწმენით დავიმკვიდროთ ცხონება. მოგვანიჭე გაბედულება, რათა ეს რწმენა ვაუწყოთ სამყაროს. იესო ქრისტეს მიერ. ამინ. დღეს ძალიან აქტუალური გახდა პრობლემა გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის. მე მსმენი ასეთი ისტორიებით, როდესაც დამქირავებელმა გააქირავა თავისი ქონება და დამქირავებელმა არამც თუ არ გადაუხადა საფასური, პირიქით მოინდომა ხანგრძლივად თუ არა სამუდამოდ დაუფლებოდა დამქირავებლის ქონებას. გსმენიათ ხო? ძალიან აქტუალურია დღეს. ჩვენ მიერ წაკითხული იგავი გადმოსცემს მსგავს სიტუაციას. ის, რაზეც ლაპარაკობდა ქრისტე, საერთოდ არ იყო უცხო მსმენელებისთვის. იმ დროს, ქრისტეს დროს, ძალიან ბევრი მდიდარი ფლობდა მიწას. შემდეგ ამ მიწას გადასცემდა დასამუშავებლად, გამოსაყენებლად, თვითონ კი მიემგზავრებოდა სხვა ადგილას. ანუ იესოს მიერ ნათქვამი იგავი იყო ძალიან აქტუალური, ძალიან გასაგები მისი თანამედროვეებისთვის. სამი რამ მინდა ჩვენი იგავიდან გამოვყვი. სამ რამეზე მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება. პირველი, რაში მდგომარეობდა მევენახეების ცოდვა? მეორე, რატომ შესწოდეს მევენახეებმა? და მესამე,
რა შედეგი დადგა მევენახეების ცოდვის გამო? სამი რამ. რაში შესწოდეს? რა იყო ცოდვა მევენახეებისა? რაობა? მეორე. რატომ შესწოდეს? მიზეზი? რატომ გახდნენ ასეთი ბოროტები? ან რატომ იყვნენ ასეთი ბოროტები? და მესამე. რა შედეგი დადგა? რეზულტატი. შედეგი მევენახეების ცოდვისა. სამი რამ: რაობა, მიზეზი და შედეგი. მოდით თითოეულ ამ საკითხს დღეს შეძლების დაგვარად მიუბრუნდეთ. რა იყო ცოდვა მევენახეებისა? რა გააკეთეს მათ? მინდა გითხრათ, რომ ჩვენი იგავი პირდაპირ არის დაკავშირებული ერთ ცნობილ იგავთან, ძველი აღთქმიდან. პრაქტიკულად დასაწყისი ამ იგავისა და დასაწყისი იმ მეორე იგავისა იდენტურია. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს მსმენელებისთვის სიტყვები, რომლებსაც იესო ქრისტე წარმოთქვამდა ამ იგავით, არა მარტო აქტუალური იყო ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისით, არამედ მათ ახსენებდა საღვთო წერილის ტექსტს. მე ვგულისხმობ ესაიას. ესაია წინასწარმეტყველის მეხუთე თავს, სადაც როგორც ესაიას უწოდებენ, ძველი აღთქმის მახარებელი, თავის წიგნში, რომელსაც უწოდებენ ძველი აღთქმის სახარებას, მეხუთე თავში მსგავს იგავს გადმოგცემს. შეხედეთ, როგორ იწყება ესაიას იგავი და თავად შეადარეთ. ვუმღერებ ჩემს სატრფოს, ჩემი ტრფობის სიმღერას მის ვენახზე. ვენახი ქონდა ჩემს სატრფოს პოხიერ გორაკზე. ღობე შემოავლო და ქვა აკრიფა, ვაზი ჩაყარა რჩეული და კოშკი ააგო. ნახეთ, როგორ გავს შუაგულ ზვარში, საწნახელიც ამოკვეთა შიგ და ესავდა, ანუ ელოდებოდა რჩეული ყურძნის მტევნებს, მაგრამ მან კრიკინა მოისხა. კრიკინა ვიცით ხომ რას ნიშნავს? ველური. და ახლა იერუსალემის მცხოვრებნო და იუდას ხალხნო, გთხოვთ, განმსაჯეთ. მეტი რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისათვის და რა არ გაუკეთე მას? რატომ ველოდი რჩეულ ყურძენს, როცა მან კრიკინა, ანუ ველური მოისხა? და ახლა გეტყვით, რას უზამ ჩემს ვენახს? ღობეს მოვარღვევ და გახდება საძოვარი, ზღუდეს მოვანგრევ და გასაჯეგი გახდება. და ბოლოს ესაია ასე ამთავრებს თავის იგავს. ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლია. და ესავდა ის, ანუ ელოდებოდა სამართალს და ახა ძალადობა. ესავდა, ანუ ელოდებოდა სიმართლეს და ახა სასოწარკვეთის ხმა. დამეთანხმეთ, ეს ორი იგავი ძალიან გავს ერთმანეთს და ყოველთვის, როდესაც ქრისტეს ჩვენ მიერ წაკითხულ იგავს განეხილავენ, ახსენებენ ესაიას იგავს ვენახის შესახებ. ისევ ჩვენს შეკითხვას მიუბრუნდეთ. რაში მდგომარეობდა მევენახეების ცოდვა? მათ არ მისცეს ნაყოფი. მათ არ ჩააბარეს ნაყოფი ვენახის მეპატრონეს. როგორც წავიკითხეთ, როცა დრო მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა ვენახის პატრონმა, მესაკუთრემ, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან, მაგრამ მათ მოსავალი არ ჩააბარეს.
ნაყოფი არ მიართვეს მეპატრონეს. რა ნაყოფზია საუბარი? რა ნაყოფზია საუბარი? როგორც ესაია წინასწარმეტყველის იგავიდან შევიტყვეთ, უფალი ელოდებოდა თავისი ერიდან, თავისი ვენახიდან ნაყოფს, რაც გამოიხატებოდა მათ მართალქცევაში, სამართალში, სიმართლეში. წმინდა იოანე ოქროპირი აკონკრეტებს, რა ნაყოფს ელოდებოდა ვენახის პატრონი და ამბობს, რომ ნაყოფი ეს არის მორჩილება, რომელიც საქმეებით არის გამტკიცებული. გასაგებია, რომ მაინც ეს მორჩილება არის კრეფსიტი, ზოგადი ტერმინი, მორჩილება, ანუ ღვთისნების შესრულება. რას ელოდება ღმერთი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში? ნაყოფს. რა არის ეს ნაყოფი? ეს არის მისი სიტყვის შესრულება. არა ფიქრებში მარტო, არა დაპირებებში, არამედ როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, საქმეებში, გამტკიცებული, დამოწმებული ჩვენი საქმეებით. ესაიას ტერმინოლოგიით ეს არის სიმართლე, ეს არის სამართალი, რომელიც ჩვენ უნდა მოუტანოთ უფალს. თითოეული ჩვენგანი არის გარკვეულ ურთიერთობაში, ან ურთიერთობებში სხვებთან. ზოგი არის მშობელი, შვილი, და, ძმა, მეუღლე, არის ურთიერთობები სამსახურში, ვინც მუშაობს, არის ურთიერთობა საზოგადოებაში, მეგობრებთან და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს გარკვეული ურთიერთობა საკუთარ თავთან. ნაყოფის მოტანა ნიშნავს ამ ყველა ურთიერთობაში ღვთის ნების შესრულება. ღვთის ნების შესრულებას. ამ ყველა ურთიერთობაში ჩვენი ვალდებულებების შესრულებას. როგორ უნდა მოუტანონ მშობლებმა ნაყოფი უფალს? მოდით, უფრო დავკონკრეტდეთ. არა ზოგადად, რომ ეს არის მორჩილება დამოწმებული კეთილის საქმეებით. ან როგორც ესაია ამბობს, ველოდებოდი სიმართლეს და ძალადობა მივიღე. სამართალს და ძალადობა. ღმერთი ამბობს, ველოდებოდი სიმართლეს და ღაღადისი, სხვა თარგმანში სასოწარკვეთის ხმა მივიღე. ანუ უსამართლობა, დაუდევრობა. მშობლები მოწოდებულები არიან შვილები აღზრდონ უფლის მოძღვრებაში. როდესაც ისინი ამას არ აკეთებენ და ის, რაც მათი პირდაპირი პასუხისგებლობის სფეროა, გადასცემენ ამ პასუხისგებლობას სხვებს, მაგალითად მიაბარებენ ბავშვს საკვირაო სკოლას, ან ეკლესიას, ან სხვას და ასე შემდეგ. მათ ამ დროს ნაყოფი არ მოაქვთ უფლის წინაშე. მშობლებს აქვთ აგრეთვე თავიანთი წილი ვალდებულებისა მშობლების შვილებს, უпростоრად მშობლების მიმართ. შეხედეთ ქრისტეს დროს, როგორ იყო ჩანაცვლებული უფლის მცნება. რა სიტყვით გახსოვთ? კორბან. ანუ ასწავლიდნენ, რომ ის, რაც შვილს უნდა გაეკეთებინა მშობლისათვის, თუ მოიტანდა ამას მსხვერპლად ტაძარში, თავისუფლდებოდა პასუხისგებლობისგან. ასეთი საქციელი იყო თუ არა ნაყოფი? არ იყო ნაყოფი. მეუღლეებს აქვთ ერთმანეთის მიმართ პასუხისგებლობა. იყვნენ ერთგულები ერთმანეთის მიმართ. სიხარულში, სევდაში, ავადმყოფობაში, ჯანმრთელობაში იზრუნონ ერთმანეთზე. როდესაც ისინი ამას არ აკეთებენ, მოაქვთ თუ არა ნაყოფი? არ მოაქვთ ნაყოფი. ბევრი სკოლის მოწაფეა. რა არის მათ ცხოვრებაში ნაყოფის მოტანა? დახარჯონ მთელი თავისი ენერგია, ძალა იმისათვის, რომ იყვნენ ყველაზე წარჩინებული, ყველაზე მოსწრებული. სამსახური გნებავთ. რა არის ნაყოფი მათთვის, რომელნიც მართავენ, რომ კეთილსინდისიერად ადამიანის პატივისცემით გამსჭვალულები მართავდნენ. ხოლო რომლებიც არიან დაქირავებულები ან მუშაობენ, კეთილსინდისიერად შეასრულონ დაკისრებული საქმე. ჩვენ ცხოვრებაში უამრავი სფეროა,
სადაც შეიძლება აღმოვაჩინოთ ნაყოფის მოტანის საჭიროება. მაგრამ კრეფსიდად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, როგორც წმინდა იოანე ოქროპირმა შესანიშნავად განმარტა, ეს არის მორჩილება, გამტკიცებული კეთილის საქმეებით. ანუ ნამდვილი მორჩილება, არა მორჩილება ისეთი, როგორც წერია ერთ-ერთ ეპისტოლეში, კათოლიკე ეპისტოლეში. თუ ვინმე ეტყვის ძმას ან დას, იყავი კარგად, გათფი, დაპურდი, მაგრამ სიტყვებით ამბობს ამ ყველაფერს და არა რეალური მოქმედებებით გამოხატავს ზრუნვას, გან არის ეს ნაყოფი, რომელიც ღმერთ სურს იხილოს ჩვენს ცხოვრებაში. და აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ერთი. მიაქციეთ ყურადღება, როდის უნდა გამოეღოთ ნაყოფი, როდის უნდა ჩაებარებინათ ნაყოფი. მას შემდეგ, რაც იგავის თანახმად ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იზრუნა, შექმნა და იზრუნა. ამის შემდეგ უნდა მოეტანათ ნაყოფი. ჩვენ აქ ვხედავთ დიდებულ სწავლებას, მადლით გამართლებისა. დიდებულ სწავლებას, ღვთის წყალობით გადარჩენისა და ამ წყალობის შედეგად ნაყოფების გამოღებისა. სახარებისეული თანმიმდევრობა წესრიგი ასეთია: ჯერ გადარჩენა მადლით, ხოლო შემდეგ ნაყოფები. ჯერ ღმერთმა ამ იგავში კაცმა ჩაყარა ვაზი, ანუ შექმნა, იზრუნა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ნაყოფი ყოფილიყო გამოღებული. ასევე ჩვენზე წერია, მადლით ვართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით. და ეს ჩვენით არ არის, ჩვენგან არ არის. არამედ ღვთის ნიჭია, რათა არავინ დაიკვეხნოს. რათა არავინ თქვას, მე გადავირჩინე საკუთარი თავი. მეტიც, წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ჩვენ ვართ მისი ქმნილებანი შექმნილნი იესო ქრისტეში, იმ კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ განგვისაზღვრა, რომ შევასრულოთ, მაგრამ ჯერ შევქმნა ქრისტეში, ხოლო შემდეგ კეთილი საქმეები. სხვანაირად ჩვენი საქმეები არ იწოდება ნაყოფებად, რომლებიც ჩვენ უნდა მოვიტანოთ და ჩავაბაროთ. არის ერთი საოცარი წიგნი, დაწერილი პროფესორ კლაინ სნოდგრასის მიერ. ეს არის ძალიან ვრცელი კვლევა ქრისტეს იგავებისა. მეცნიერული კვლევა, უამრავი ბიბლიოგრაფია, ანუ წყაროა მითითებული. პროფესორი განიხილავს თითოეულ იგავს ქრისტეს მიერ წარმოთქმულს სხვადასხვა წყაროს გათვალისწინებით, კანონიკური ტექსტების მიხედვით, არაკანონიკური ტექსტების მიხედვით, ადრეული ქრისტიანული განმარტებების მიხედვით, განიხილავს ებრაული გადმოცემების მიხედვით, როგორც ადრეული, ასევე გვიანდელი ებრაული ტრადიციის მიხედვით. ძალიან სერიოზული კვლევა ქრისტეს იგავებისა. ძალიან სერიოზული. მისი ორიგინალური სახელწოდება აი ამ ნამუშევარის, აი ამ შრომის არის Stories with Intent, a comprehensive guide to the parables of Jesus. აი ესეთი ვრცელი სახელწოდება აქვს. ის იგავებს უწოდებს Stories with Intent, ანუ ეს არის მონათხრობი გარკვეული მიზანდასახულობით. The comprehensive guide, ანუ ეს არის ამომწურავი, მთლიანი, სრული, მეგზური, მკვლევარი იესო ქრისტეს იგავებში. ძალიან სერიოზული შრომა. მინდა გითხრათ, რომ როდესაც თქვენ 10 კითხვით, თუ გაქვთ რაიმე იგავზე 10 შეკითხვა დაუშვათ და შემდეგ წაიკითხავთ ამ იგავს შესწავლილს, გაშლილს და გადმოცემულს, პროფესორი სნოდგრასის მიერ 10 კითხვის ნაცვლად, რო დაამთავრებთ კითხვას, 100 კითხვა გიჩნდებათ. 10 კითხვა ხო ქონდათ დასაწყისში? დაამთავრეთ კითხვა, 100 კითხვა გაქვთ.
იმიტომ რომ ასე მარტივი არ არის ყველაფერი. ის განიხილავს აგრეთვე როგორ განიმარტებოდა ეს იგავი სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა დროს, რა ძირითადი განმარტებები ქონდა ამა თუ იმ იგავს. მაგალითად თქვენ გსმენიათ ამ იგავის შესახებ ასეთი ტრადიციული განმარტება. ღმერთმა წაართვა ცათასასუფეველი ებრაელებს და გადასცა წარმართებს. ხო? ეს ოდითგანვე ასეთ რაკურსში, ასეთ განზომილებაში განიხილებოდა ეს იგავი. ავტორი კატეგორიულად უარყოფს ასეთი განხილვის სამართლიანობას. მაგრამ რატომ ვახსენე ეს შესანიშნავი წიგნი, ეს შესანიშნავი შრომა? მე მინდა უბრალოდ მოვიყვანო პროფესორის მოსაზრება, რომ ეს იგავი ეფუძნება ის ამბობს ამ იგავის განმარტებისას, უпростоრად ეს განმარტება არ არის ამ იგავის ანალიზისას, ორ ძირითად თემას. ანუ ამ იგავში არის ორი ძირითადი თემა. განმარტებითი თვალსაზრისით, ჰომილეტიკური თვალსაზრისით, ანუ ქადაგებითი თვალსაზრისით, ანუ გამოყენებითად, აქ უამრავი თემა შეგიძლიათ თქვენ დაინახოთ, უამრავი. შეგიძლიათ 100 ქადაგება თქვათ ამ იგავზე, მაგრამ აზრი, შინაარსი, მისი ყოველთვის არის უცვლელი. გამოყენებითი თვალსაზრისით ასპექტები შეიძლება იყოს მრავალი. და რას ამბობს პროფესორი? ის ამბობს, რომ ეს იგავი, ჩვენი იგავი ბოროტ მევენახეებზე, ასე ქვია მას ლიტერატურაში, ორ ძირითად თემას ეფუძნება. პირველი, ეს არის სამეფოს გადაცემა და მეორე, ღვთის განსაკუთრებული წარგზავნილი. აი ეს ორი თემა, ღვთის განსაკუთრებული წარგზავნილის შესახებ არის აქ ლაპარაკი, ანუ ქრისტე ლაპარაკობს წარგზავნილებზე და ბოლოს ძეზე, რომელიც მოიკლა და მეორე თემა და ამბობს პროფესორი, რომ ეს ორი თემა გადახლართულია, დაკავშირებულია ერთმანეთთან. სამეფოს გადაცემა და ღვთის განსაკუთრებული წარგზავნილი. და იმიტომაც გადაეცა ეს სამეფო სხვებს, რომ ვერ იქნა ამოცნობილი და მიღებული ღვთის წარგზავნილი. ახლა კი შეხედეთ კომპოზიციურად. რას ნიშნავს კომპოზიციურად? განლაგება სახარებაში, აი ამ იგავისა. ერთით ვთქვათ, რომ ეს იგავი სამივე სახარებაშია. იოანეს გარდა, პირველ სამ სახარებაში, ეგრეთ წოდებულ სინოპტიკურ სახარებებში, ანუ მსგავს სახარებებში. შინაარსის გადმოცემის თანახმად, წმინდა მათეში, წმინდა მარკოში, წმინდა ლუკაში. ჩვენ წავიკითხეთ წმინდა მარკოზის თანახმად. როდის თქვა იესომ ეს იგავი? აი ეს არის კომპოზიცია, ძალიან მნიშვნელოვანია. როდის თქვა ეს იგავი? მან თქვა იერუსალიმში. ყოველ შემთხვევისათვის ტექსტში ასე არის სახარებებში, ან სახარებების მიხედვით შეიძლება ასეთი დასკვნა გამოვიტანოთ. და რის საპასუხოდ თქვა მან ეს იგავი? როდესაც შეეკითხეს, შენი ძალაუფლება საიდან არის? საიდან იღებ შენ ძალაუფლებას? ვინ ხარ შენ? იერუსალიმში უპასუხა ლიდერებს, რელიგიურ ლიდერებს. ნახეთ როგორ მთავრდება მე-11 თავი. შეეკითხეს, კვლავ მივიდნენ იერუსალიმში. და როცა იგი ტაძარში მიმოდიოდა, ტაძარში წარმოთქვა მან ეს იგავი, ძალიან მნიშვნელოვანია, იერუსალიმში ტაძარში. და მივიდნენ მასთან წიგნობარნი და უხუცესნი. მიაქციეთ ყურადღება, როდის თქვა, ვის უთხრა მან ეს იგავი? წიგნობრებს და უხუცესებს ტაძარში. რატომ? ეკითხებოდნენ, ვინ ახარ შენ ბოლოს და ბოლოს გვითხარი? საიდანა გაქვს შენ ეს ძალაუფლება? იესომი გასცა პასუხი, მიანიშნა იოანე ნათლისმცემელზე, ხოლო შემდეგ ნახეთ მე-12 თავი იწყება სიტყვით და, კავშირი და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი. ანუ იგავებით დაუწყო განმარტება. გაინტერესებთ ჩემს თავზე? ახლავე მოგიყვებით, ეუბნება იესო. ანუ როგორც ზემორეხსენებულ შრომაში წერია ამ იგავის შესახებ. აქ არის ორი თემა. ღვთის განსაკუთრებული წარგზავნილი, ვინ არის ის და სამეფოს გადაცემა. სამეფო გადაეცა, იმიტომ რომ წარგზავნილი ვერ იქნა შეცნობილი, არ იქნა მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაუბრუნდეთ ჩვენს ძირითად შეკითხვებს. პირველი, მევენახეების ცოდვის რაობა. რაში იყო მევენახეების ცოდვა?
შეგვიძლია თუ არა ჩვენც ამ ბოროტ მევენახეებს დავემსგავსოთ. მესაკუთრე ბიბლიაში ყოველთვის არის ღმერთი. ჩვენ ვართ მხოლოდ ისინი, ვისაც მიენდო ან მიეცა გარკვეული ვადით რაღაცა. გახსოვთ სხვა იგავი ცნობილი ტალანტების შესახებ. იქაც ვინ არის მესაკუთრე? სხვა, მაგრამ ტალანტების მფლობელებს აქვთ პასუხისგებლობა ტალანტის გამოყენებისა. აქაც მევენახი არის პატრონი, ვინ ჩაყარა ვაზი, ვინც იზრუნა, ვინც მოუარა და ის ელოდება აი ამ ზრუნვის, მადლის, სიყვარულის შემდეგ ნაყოფებს. ნაყოფებს, რომ დაიბრუნოს ეს ყველაფერი და მიიღოს. რატომ გადაგვარჩინა ღმერთმა? მას ძალიან ძვირი დაუჯდა ამის გაკეთება. იმიტომ რომ ჩვენ ნაყოფები მოუტანოთ მას. იმიტომ რომ ჩვენ ნაყოფები მოუტანოთ, ამიტომაც შექმნა ჩვენ ქრისტეში, რომ ვაკეთოთ კეთილის საქმეები. რომ ყველა ჩვენი ცხოვრების სფეროში დავამკვიდროთ ნაყოფის იდეა რა, ნაყოფის იდეა. ნაყოფი ეს არის მორჩილება, ღვთის მცნების შესრულება, რომელ სფეროშიც არ გვიწევდეს მოქმედება. მეორე შეკითხვა რა იყო, რაც დავსვით დასაწყისში? რატომ გააკეთეს მათ ეს? რატომ ჩაიდინეს მათ ეს? რატომ? სონდგრასი ამბობს, იმიტომ რომ მათ ვერ იცნეს, არ მიიღეს წარგზავნილი. განასი არ არის აი ამ იგავში პატრონი აგზავნის ერთ მონას, რათა ჩაიბაროს მოსავალი, სცემენ, ხელსარიელი გაუშვეს, ანუ არაფერი არ მისცეს. მეორე მონა ქვებით გაუტეხეს თავი, შეგინებული გააგდეს, კიდევ სხვა მონა და ასე შემდეგ. შესაძლებელი არის ასეთი მოსაზრება, რომ მათ არ ჯეროდათ, რომ ისინი მეპატრონისგან იყვნენ მოგზავნილნი, ანუ წარგზავნილნი. ეჭვი შეეპარათ. უდაოდ ისინი ბოროტები იყვნენ. ახლა შეხედეთ. მეპატრონი ამბობს, ერთი საყვარელი ძეც ყავდა. იესო ამბობს მეპატრონეზე, ერთი საყვარელი ძეც ყავდა. ბოლოს ის გაგზავნა მათთან. მიაქცეთ ყურადღება ბოლოს. ამის იქეთ აღარავინ აღარ გაიგზავნება. ქრისტიანობის თანახმად ბოლო წარგზავნილი არის იესო ქრისტე. როგორც ებრაელთა მიმართ წერილში წერია, ღმერთი ძველ დროს გველაპარაკა მრავალჯერ, მრავალნაირად, მაგრამ უკანასკნელ დღეებში დაგველაპარაკა ძეში. ახლა მიაქცეთ ყურადღება ბოლოს ეს უკანასკნელი მიმართვა თავისი ძე გამოგზავნა მათთან, რადგან ეგონა ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. ახლა შეხედეთ, მევენახეებმა უთხრეს ერთმანეთს, აგერ მემკვიდრე, მოდით მოვკლათ და მისი სამკვიდრო ჩვენი დაგვრჩებაო. ერთი წუთით რატომ შეეძლოთ მათ ამის გაფიქრება? თუ მემკვიდრეს ანუ ძეს მოკლავდნენ, მამა ხომ ისე ვრჩებოდა. ანუ როგორ გაიქნებოდა სამკვიდრო მათი? ამიტომ გამოთქმული ასეთი ვარაუდი, რომ მათ ჩათვალეს, რომ მეპატრონე მოკვდა. აღარაა ცოცხალი. ამიტომაც მოვიდა ძე. და თუ მოკლავდნენ ძეს, ახლა შეხედეთ, იმ დროს არსებობდა ასეთი კანონი. ასეთი კანონი. ქონებას, მიწას,ავლადიდებას, როდესაც მესაკუთრე აღარ ყავდა, ისაკუთრებდა ის, ვინც პირველი განაცხადებდა უფლებას მასზე. ეხლა უფრო ახლოა, ხო ეს იგავი, უფრო გასაგებია, იმიტომ რომ სხვა მხრივ შეხედეთ, ძე მოდის, ამბობენ, მოდით მოვკლათ ძე და ჩვენია. როგორ არ ითვალისწინებენ, რომ მამა ყავს იმ ძეს? მეპატრონე ხო მამა? როგორ შეიძლება დაისაკუთრონ? იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ მამა მოკვდა, აღარ არის. იფიქრიათ ასე. აღარ არის. თუ არ არის, ძესაც ყლავთ და ჩვენ გვაქვს კანონი. თუ არავის არ არის, ვინც პირველი მოვა და განაცხადებს თავის უფლებას, ანუ უპატრონოა უკვე სამკვიდრო. უპატრონო არავის არ არის. ვისი არის უპატრონო? ვინც პირველი მივა
შემოსაზღვრავს და განაცხადებს საკუთრების უფლებას. მისია უკვე. მსგავსი კანონები დღესაც მოქმედებს. მისია უკვე, იმიტომ რომ აღარავინ აღარ არის მემკვიდრე. მაგრამ მოტყუდნენ. მამა ცოცხალი იყო. ახლა კი მინდა დაფიქრდეთ. მიზეზი რატომ არ მოქონდათ ნაყოფი? რატომ იყვნენ ისინი ბოროტები? პირველ შემთხვევაში სავარაუდოდ ეჭობდნენ, რომ მამამ გამოაგზავნა ის მონები. მეორე შემთხვევაში საერთოდ ეგონათ, რომ მამამ მკვდარია. ბევრს დღესაც გონია, რომ ღმერთი მკვდარია. ანუ არ არსებობს. ბევრი დღესაც ეჭობს ღვთისმიერ წარგზავნილებში, ანუ მის წინასწარმეტყველებში, რომლებმაც გადმოგცეს და განგვიცხადეს ღვთის ნება. ეჭვი და ღვთისადმი აშკარა ურწმუნოება. ეს არის სწორედ მიზეზი, რატომ არ უბრუნებს ადამიანი ღმერთს იმ სიყვარულს, იმ ზრუნვას, რომელიც ზეციერმა მას დაახარჯა და რომლისადმი ღმერთმა ეს სიყვარული და ზრუნვა გამოავლინა. მოусმინეთ ნეტარ ავგუსტინეს. საოცრად განმარტავს და ამბობს. პრაქტიკულად ამ სიტყვებში ის ქრისტეს სიკვდილს და აღდგომას აღმოაჩენს. საოცარია რა, სად ჩანს აქ ქრისტეს სიკვდილი და აღდგომა? სიკვდილი ჩანს. ახლა სხვა მონა გაგზავნა. შემდეგ წერია, მე ვენახეებმა ერთმანეთს უთხრეს, აგერ მემკვიდრე მოდით, მოვკლა და მისი სამკვიდრო ჩვენ დაგვრჩებაო. კარგი, აქ სიკვდილია, მაგრამ აღდგომა სად არის? შემდეგ წერია, შეიპყრეს იგი მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს. იესო გაიყვანეს იერუსალიმის კედლების მიღმა და იქ აცვეს ჯვარს და იქ მოკლეს. ნახეთ რას ამბობს ავგუსტინე. უგუნურები. როგორ გახდება თქვენი სამკვიდრო? იმიტომ რომ თქვენ მოკალით ის, ანუ ძე, თუნდაც მოკალით ის. მემკვიდრე მაინც არ იქნება, სამკვიდრო მაინც არ იქნება თქვენი. ნუ თუ არ ფიქრობთ, რომ დაძინებული კვლავ წამოდგება. ანუ ფიქრობდნენ, რომ მოდი ეს სამკვიდრო ჩვენი გახდესო. ნეტარი ავგუსტინე ეუბნება მათ, უგუნურები ხართ. ნუ თუ ფიქრობთ, რომ თუ მოკლავთ, მართლა თქვენი გახდება სამკვიდრო. სამკვიდრო თქვენი ვერ გახდება. იმიტომ რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით. მოკლეს, გადააგდეს, ჯვარს აცვეს, მაგრამ მესამე დღეს ის აღდგა მკვდრეთით. მეტიც, თუ თქვენ დაუკვირდებით ამ იგავს, იესო ქრისტე ციტირებს ფსალმუნთა წიგნიდან სიტყვებს, სადაც პირდაპირ წერია ქრისტეს აღდგომაზე და სიკვდილზე. აი ამ იგავის კონტექსტში. ნახეთ რას ამბობს იესო. ნუ თუ არ ამოგიკითხავთ წერილში, ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდო. სად არის აქ სიკვდილი და სად არის აღდგომა? აი ამ სიტყვებში არის სიკვდილიც და აღდგომაც, როგორც მრავალი მიიჩნევს. აი ამ სიტყვებში, რა ციტირებაც მოახდინა ქრისტემ, არის მისი ჯვარცმა და მისი აღდგომა. ნუ თუ არ ამოგიკითხავთ წერილში ეს ფსალმუნთა წიგნია, ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, ეს სიკვდილია. დაიწუნეს, უარყვეს და მოკლეს. სად არის აღდგომა? კუთხის თავად დაიდვა. ეს აღდგომა. ანუ ვერ მოკლეს. სამკვიდრო ვერ მიითვისეს. ვენახე ვერ აღმოჩნდა უპატრონო მესაკუთრის გარეშე. იმიტომ რომ დაწუნებული აღდგა მკვდრეთით, იმიტომ გახდა კუთხის თავი, ქვაკუთხედი. იმიტომ რომ აღდგა მკვდრეთით მესამე დღეს. რა ვთქვი ჩვენ დასაწყისში, რა ორი მთავარი თემა არის ამ იგავისა? პირველი სამეფოს გადაცემის და მეორე წარგზავნილის განსაკუთრებული წარგზავნილის თემა. ანუ ქრისტეში, როგორც ღვთის ძეში, ყველა ის მის წინ წარგზავნილი წინასწარმეტყველი, ასე ვთქვა, თავს იყრის, ჯამდება და სრულდება. ეს მნიშვნელოვანი სიტყვა, სრულდება, მთავრდება, წარგზავნილობა მთავრდება.
რატომ მოკლეს? იმიტომ რომ იფიქრეს მისი მამა მკვდარიაო. ფილოსოფიაში მსგავსი იდეა გაისმა ძალიან ცნობილი ფილოსოფოსის მიერ. ამ სიტყვებს ხშირად იხსენებენ, ატრიალებენ, ზოგჯერ არა. შეიძლება ითქვას, როგორც თავად ფილოსოფოსები ამბობენ, ხშირ შემთხვევაში არასწორად. ფრიდრიხ ніცშე. მარტინ ჰაიდეგერი, მე-20 საუკუნის უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი, ერთ-ერთ სტატიას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ніცშეს ყველაზე ცნობილი ფრაზა, ყველაზე ცნობილი წინადადება, ყველაზე ცნობილი დევიზი გნებავთ, სიტყვა არის ღმერთი მოკვდა. ის აი ამ ფრაზას თავის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომში, ტრაქტატში, თუ შეიძლება იმას ტრაქტატი ეწოდოს, ამბობს ისეთი აზრი დატვირთული, რომ შესაძლებელია ბევრისათვის ეს იყოს შოკის მომგვრელი. რას გულისხმობ? ის ამბობს ასეთ რამეს. ეს არის მისი ნაშრომი, რომელიც გამოაქვეყნა 19 საუკუნის 80-იან წლებში. მოკეთ დღისით, მზისით ერთი ადამიანი ანთებული ლამპრით მოდის მოედანზე და ყვირის: მე ვეძებ ღმერთს. იქ მყოფები ყველა არიან ურწმუნოები და იწყებენ სიცილს და ეუბნებიან მათ არ სწამთ ღმერთი და სცინიან მას და ეუბნებიან შემდეგ სიტყვებს. ერთი ეუბნება, რომ იქნებ ღმერთი დაიკარგა და ეძებ მას, ანუ დაცინვით. მეორე ეუბნება, იქნებ ღმერთს გზაკვალი აებნია როგორც ბავშვს. ან იქნებ ღმერთი დაიმალა, ან იქნებ ღმერთს ეშინია და ამიტომ არ სურს რომ გამოჩნდეს. ან იქნებ ღმერთი ემიგრაციაში წავიდა, გაემგზავრა სხვაგან. მოკეთ დასცინიან ამ ადამიანს. ეს როგორც ніცშე გადმოგცემს. აი ამ ამბავს, აი თავის შეხედულებას, როგორც ჰაიდეგერი ამბობს მის ყველაზე ცნობილ ფრაზას ღმერთი მოკვდა. აი ამ სიცილზე ეს ადამიანი მიუბრუნდება მათ, ვინც დასცინოდა მას და აი გამჭოლი ხმით აი ამ ბრბოს, აი ამ სიმრავლეს ეუბნება: ღმერთი სად არის? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ის მოვკალით. ჩვენ ვართ მკვლელები. ღმერთი მოკვდა და ის არ აღდგება. ნახეთ, არ შეგვეშალოს, რომ თითქოს ніცშე გულისხმობს სახარებისეულ ღმერთის სიკვდილს და აღდგომას, არა. ის ამბობს, ის მოკვდა, ჩვენ მოვკალით, ის აღარ აღდგება. შემდეგ ამბობს, რომ ჩვენ ვართ მკვლელები, მკვლელებს შორის ყველაზე საშინელი მკვლელები. იმიტომ რომ ჩვენ დავღვარეთ მისი სისხლი და ასე შემდეგ. ანუ, რა თქმა უნდა, ის საოცარი ჭერმეტყველობით, საოცარი გამონათქვამებით აღწერს თავის აი ამ თავარ თეზას, იდეას, ფილოსოფიისა, ჰაიდეგერის მიხედვით, არა, ეს უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსია. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საერთოდ
როგორც ამბობენ ფილოსოფოსები, ნიჩე არის პარადოქსების ფილოსოფოსი. ღმერთი განსაზღვრების თანახმად არ კვდება. და ის ამბობს, რომ ღმერთი მოკვდა. და ის ამას შემდეგ ავითარებს ამ აზრს და ამტკიცებს, რატომ მოკვდა ის და ამას ხსნის ნიჰილიზმის საშუალებით. მე იმის თქმა მსურს მხოლოდ, რომ იდეა ღმერთი არ არსებობს, ის არ აღდგება. ქრისტიანობის მიხედვით ადამიანს ბოროტ მევენახედ აქცევს და ართმევს მას საშუალებას მოუტანოს უფალს შესაბამისი ნაყოფი. დიახ, ამ იგავში თითქოს არ ჩანს, რომ მათ მიერ მოკლული და გადაგდებული ვენახს გარეთ ძე აღდგა მკვდრეთით, მაგრამ მაინც ჩანს. ნიჩე ამბობს, ჩვენ მოვკალით, ის მოკვდა, მაგრამ არ აღდგება. ქრისტიანობა ამბობს, ის აღდგა. იმისათვის, რომ გახდეს ჩვენი მხსნელი და ჩვენი უფალი. იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ მას ნაყოფი მოუტანოთ. ყოველ შემთხვევისათვის ავგუსტინე პირდაპირ უყურებს, წმინდა ავგუსტინე და ამბობს, რომ კი მოკალით, მაგრამ სამკვიდრო მაინც თქვენი არ იქნება, იმიტომ რომ დაძინებული გაცოცხლდაო. ეს აღდგომის იდეა ამ იგავში არის. პრაქტიკულად ამ იგავით იესო ელაპარაკება მწიგნობრებს და უხუცესებს თავის თავს. და მესამე შეკითხვა. რა შედეგი დადგა? შედეგი დადგა ერთი. წავიკითხოთ იგავში. მერე და რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მე ვენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ. ნახეთ, თითქოს ეს სიტყვები ქრისტესი აღსრულდა მე-12 მუხში, მიატოვეს, გაეცალნენ. სამეფო წაერთვათ, იმიტომ რომ არ მოუტანეს ნაყოფი. ეს არის ძალიან დამაფიქრებელი იგავი თითოეული ჩვენგანისთვის და მე კვლავ მინდა დაუბრუნდე აი ამ სამ შეკითხვას. რაში მდგომარეობდა მე ვენახეების ცოდვა? რატომ ჩაიდინეს მათ ეს ცოდვა და რა შედეგი დაუდგათ მათ? ყველაზე საზარელი ეს არის ამ იგავში შედეგი. მათ წაერთვათ ვენახი, მათ წაერთვათ სამეფო. იმიტომ რომ ვერ შეინარჩუნეს, ვერ აღმოჩნდნენ ღირსნი ის, რაც ღმერთმა მათ მისცა. უარი თქვეს ღვთის გაწვდილ ხელზე, უარი თქვეს ღვთის სიყვარულზე, უარი თქვეს ღვთის ზრუნვაზე. სამეფო დაეკარგათ. მათ უკვე აღარ შეეძლოთ არანაირი ნაყოფის გამოღება. მოდით წავდგეთ უფლის წინაშე და დავფიქრდეთ ჩვენს ნაყოფებზე. დავფიქრდეთ ღვთის სიყვარულზე და ზრუნვაზე ჩვენს ცხოვრებაში. და არ დავემსგავსოთ ამ ბოროტ მევენახეებს. არამედ მოუტანოთ მას დროულად ნაყოფი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ვილოცავ.